გაატარეთ ცხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. ასევე მოკლედ შეფასდა მიხეილ სააკაშვილის გაეროში ვიზიტი და შეხვედრები. გარდა ამისა, პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, წელს ყურძნის მოსავალი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ზუსტი ოდენობა რთველის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის გაეროს 66-ე გენერალური ასამბლეის ხდომაზე სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის პოზიცია. ძალიან ბევრი ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისათვის საჭირო საკითხთან დაკავშირებით, თქვა ქვეყნის განვითარების იმ დინამიკაზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს ჩვენს ქვეყანაში. შეიმჩნევით, რომ იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკმაოდ ბევრი შეხვედრა. ვიზიტი იყო დატვირთული და თუკი ციფრებში გადავიყვანთ ამ შეხვედრებს, დაახლოებით 50-მდე შეხვედრა გამართა მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერთან. პოლიტიკური შინაარსის მოლაპარაკებების გარდა საინტერესო შეხვედრები გაიმართა საინვესტიციო ფორმატის ფარგლებში ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. ხოლმე კი იწყება ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ბუნებრივია ჩვენ შევეხებით მომავალი კვირის თემებს და აი ამ თემებიდან მინდა გამოვყო ვიზიტი პოლონეთში, რომელიც როგორც გითხარით ხვალიდან იწყება. პრეზიდენტი საკმაოდ საინტერესო მნიშვნელოვან ფორუმს დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელსაც უკვე ვარშავა მასპინძლობს. სამიტში აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო ლიდერებთან ერთად ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს რამდენიმე ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ურთიერთობების გაღრმავებას. კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო ეკონომიკური საკითხების შემდგომ განვითარებას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მიღწეული იქნება შეთანხმება და იყოს მოლაპარაკება თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე. რაც საშუალებას მისცემს ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნას კარი ევროპულ ბაზარზე. ბუნებრივია არსებობს სხვა თემებიც, რაც ორმხრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფრთხოების თემა, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ჩვენს რეგიონში. აღმოსავლეთ პარტნიორობა ეს არის საშუალება საქართველოს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კონკრეტული და წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციის კენიმალ გზაზე. როგორც გითხარით, სამიტის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე შეხვედრა. ორმხრივი პირისპირ შეხვედრები გულისხმება. საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო თვე გველოდება წინ. ოქტომბერში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზიტი არის დაგეგმილი და მათ შორის გამოყოფდი საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. საგარეო ურთიერთობების მიღმა მინდა შევეხო ასევე რამდენიმე არანაკლებ საჭიროებო თემას. მაგალითად ისეთი როგორც არის სოფლის მეურნეობა და უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს არის რთველი 2011, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე აქტიურ ფაზაში არის უკვე გადასული. თოლი კახეთში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ უკვე რაჭაში გადაინაცვლებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით მოსავლის 50% თითქმის უკვე აღებული და დაბინავებულია და რაც თავარია, რთველი საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს და სახელმწიფო უშუალოდ არის ამ პროცესში ჩართული. გაატარეთ ცხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.